იცით, ყოველ წელს ვფიქრობ, კიდევ რა უნდა გაუმჯობესდეს, კიდევ რა უნდა შეიცვალოს, კიდევ რა უნდა დაიხვეწოს. ვფიქრობ, მიაღწია ყველაფერმა პიკს. თუმცა უცებ ბუმ, Apple თავის ახალ iPhone-ს დროპავს და მთელი ტექ სამყარო თავდაყირად გება. უკლებლივ ყველას თავაზობს ახალ ტენდენციებს და იწყებს Apple-იზაციის შეუქცევად პროცესს. გამარჯობა, მე გიორგი ვარ და წარმოგიდგენთ Apple-ის ახალ ამბიციურ ქმნილებას iPhone 17 Pro Max. iPhone-ის დიზაინმა სრული რებრენდინგი განიცადა. ტიტანი და მინა ნამდვილად არ იყო საუკეთესო ტანდემი სიცხეს გადანაწილებისთვის, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია iPhone-ისთვის. ვინაიდან მუშაობს მსოფლიოში ყველაზე სწრაფ და ენერგოეფექტურ A-სერიის პროცესორზე, რომელზეც ვიდეოში ცოტა მოგვიანებით გიამბობთ. iPhone 17 Pro Max-ში გაგრილების სისტემა გვაქვს ორი სახის. პირველი, ყველაზე პრაქტიკული. ეს არის ალუმინის კორპუსი და Ceramic Shield 2, რომელიც სიცხეს თანაბრად ანაწილებს. და მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ცენტრში მოთავსებული vapor chamber-ი, რომელშიც არის დეიონიზირებული წყალი და გვეხმარება პროცესორის გაგრილებაში. მინდა ვთქვა, რომ iPhone 17 Pro და Pro Max-ი ბევრად უფრო გრილია, ვიდრე მისი ნებისმიერი წინამორბედი. ასე რომ ჯერ მარტო ამიტომ გვერდს განახლებ. განახლა ციფრული ფანჯარაც. ხო, ციფრული ფანჯარა, ანუ ეკრანი. ახალი 6.9 ინჩიანი ეკრანი არის Super Retina XDR2, რომელიც 3000 ნიტამდე ნათდება, 1.1 Hz-მდე ახდება და ანარეკლებს 40% ამცირებს. ანუ ბაზარზე iPhone 17 Pro Max-ის მსგავსი ეკრანი უბრალოდ არ მოიძებნება. მახსოვს დაგვერდით, რომ A-სერიის პროცესორებზე ვისაუბრებთ თქო. iPhone 17 Pro Max-ის მკერდში 19 პროცგერს, რომელიც კონკურენტებს ტრანზისტორების მტვერს აყლაპებს და სინათლის წელიწადით უსწრებს მათ. კონტენტის შექმნა, ნებისმიერი სირთულის ვიდეო თამაში, მულტიტასკინგი და ყველაფერი, რაც კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, iPhone 17 Pro Max-ზე დამდნარი კარაქივით სრიალებს. iOS 26 და Liquid Glass იმდენად კარგად მუშაობს ახალი პროცესორისა და გაგრილების სისტემის დახმარებით, რომ ფრთხილად იყავით, ხელი არ გაიჭრეთ. კამერის პლატოში მოთავსებული სამივე კამერა 48 მეგაპიქსელიანი და რაც მთავარია, ტელეფოტოში გვაქვს 56% დიდი სენსორი, რაც დაბალი განათების პირობებში იძლევა საუკეთესო შედეგებს. საბოლოო ჯამში მივიღეთ სისტემა, რომელიც მხოლოდ ერთადერთ მესიჯს აგზავნის: სანდოობა. Smart HDR5, ProRes Log, OpenGate, Deep Fusion ეს ქმნის კამერულ სისტემას, რომელსაც ანალოგი აკავს. ახლა გავჩუმდები და უბრალოდ დატკბით. საოცარი იყო, ხო? საინტერესოა, რამდენ ხანს შეძლებს დღის მანძილზე ამ გასაოცარი smartphone-ით დატკბობას. მოდით ვისაუბროთ ელემენტის სიცოცხლის უნარიანობას. უბრალოდ გაოცებული ვარ iPhone-ის ენერგოეფექტურობით. საინტერესოა, როგორ მიაღწია Apple-მა გავს ოპტიმიზაციას, რადგან smartphone-ი არ ჯდება. ეცადეთ, რაც გინდა აკეთეთ, ითამაშეთ, hotspot-ი, მობილური ინტერნეტი, მთელი დღე გამოიყენეთ, უბრალოდ ტელეფონი არ ჯდება და ეს ნამდვილად გასაოცარია. და ბოლოს, უნდა შეიძინოთ თუ არა iPhone 17 Pro Max-ი. თუ მატერიალური წინაპირობა გაქვთ, თუნდაც 16 Pro Max-ი გქონდეთ, პასუხი ცალსაღად არის კი. ვინაიდან ახალი გაგრილების სისტემა, საოცარი კამერები და მაღალი წარმოდობის პროცესორი ყველა კითხვის ნიშანს აკრობს ამ საკითხთან მიმართად. მაგრამ თუ არ გაწუხებთ თქვენი smartphone-ის ბნელი ეკრანი, არც თუ ისე სწრაფი პროცესორი, iOS 26-ის ლაგები, თავს ნუ შეიწუხებთ iSpace-ში სტუმრობისგან და ნუ trade-inis პირობებით ნუ დაინტერესდებით, რომელთაც შეგიძლიათ ახალი iPhone-ი ძალიან კარგ ფასად დაითრიოთ. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ ვიდეომდე.